ოქროს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა და ზარაფხანაც გაყიდვების გასაზრდელად ოქროს იაპ კოლექციას ქმნის. ევრობანკის ტესტი ბევრმა ევროპულმა ბანკმა ვერ გაიარა, ქართულ საბანკო ბაზარს კი დღეს ფიჩი აჯამებს. შაქარი ისევ გაძვირდა ერთ თვეში 12%, თუმცა ნაყინსა და გაზიან სასმელებზე სეზონის პიკში ფასი უცვლელი რჩება. მთავარი დღეს 20 ივლისს ბიზნეს კურიერია, მე აკადემი გოგიჩაიშვილი ვარ და დიახ, საუბრობთ ბიზნესზე. მოგესალმებით ყველას რუსთავი ორზეც და რადიო ფორტუნაზეც 12 დღეა ოქროს ფასი ბირჟებზე განუხრელად მატულობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო ფასმა ბოლოს ამ ვაჭრობაზე უკვე 4 რეკორდი დაამყარა, $1610-ს მიაღწია და ბოლოს $1600-ზე შეჩერდა ამავე პერიოდში. 17%-ით გაძვირდა ვერცხლიც და უნციაზე $41 მიაღწია. ფასები ქართულ ბაზარზეც მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი უცხოეთის დინამიკას ჩამორჩება, მაგრამ მომხმარებელი ამით არ სარგებლობს და საველირო ნაწარმს სულ უფრო ნაკლებად მოიხმარს, რის პასუხადაც ზარაფხანა პირიქით იაპ მასობრივ მომხმარებელზე გათვლილ ოქროს კოლექციას ქმნის. დეტალებს კი გიორგი გიორბელიძე, ზარაფხანას ახალი დირექტორი გვეთქვის. მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ ახალ თანამდებობას და საქმიანობას. სულ ერთი კვირა თქვენ მოხვედით სათავეში კომპანიის და უკვე ხედავთ პირველ სიახლეებს, ეს არის ახალი კოლექცია და ახალი სტრატეგია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გლობალური გაძვირების ფონზე თქვენ პირიქით ქმნით იაპ პროდუქციას. აი რის ხარჯზე შეიძლება შეიქმნას ძვირი და მუდმივად გაძვირებადი ოქროს საშუალებით შექმნა იაპი სამკაულები. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. მოგესალმებით ზარაფხანას ყველაზე დიდი 70 წლიანი გამოცდილება აქვს საქართველოს ბაზარზე საიუველირო ნაწარმოების წარმოებაში. ასეთ გაძვირების გამოცდილება არ არსებობს, ასე რომ სწორედ გამოცდილება ამ დარგში ტექნოლოგიების მუდმივი დახვეწა და არსებული თანამედროვე სტანდარტების შემოღება თუნდაც წარმოების პროცესში გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ შევთავაზოთ ახალი კოლექცია ბაზარს, რომელიც ასე ვთქვათ იქნება ორიენტირებული ყველა ეს ტექნოლოგიებზე საუბრობთ, აი გულისხმობთ ნარჩენების შემცირებას, რაც შემდეგ თვითღირებულებას თქვენმოდ დაწევს ალბათ. ერთ-ერთი პროცესი, ასე ვთქვათ, ეს არის წარმოების კუთხით. შესაბამისად ჩვენ წარმოვიდგენთ ბაზარს ახალ კოლექციას და დღემდე თუ ზარაფხანა ორიენტირებული იყო საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, დღეიდან მისი ასე ვთქვათ ნაწარმოები მე უყურებ ვთქვათ აი ეკრანზე როგორც მაყურებელი ამ ახალ კოლექციას და იქ პრინციპში არ ჩანს რომ ცოტა ოქრო იყოს გამოყენებული, საკმაოდ მსხვილი ნაკეთობებია, მაშინ აი რაში არის საიდუმლობა გარდა იმისა რომ ვთქვათ შეამცირეთ თვითღირებულება ტექნოლოგიის გაუმჯობესების ხარჯზე. მე მინდა აღნიშნო, რომ სამკაულების ფასი ამ კონკრეტულ კოლექციაში იწყება $160-დან, თუმცა მერყეობს ეს არის რა $160. ეს არის ვთქვათ ბეჭედი და მერყეობს $2500-მდე, თავისთავად ეს უკვე დამოკიდებულია სირთულეზე და სინზე. ძირითადად შესრულებულია ახალი კოლექცია 585 ცინში, თუმცა ასევე არის 375 ცინში, რაც ასევე უფრო ხელმისაწვდომს ხდის კოლექციის ნაწარმს. მე მინდა ხაზი გავუსვა. ახლა განსხვავებაში იძლევა თქვათ აი 10%, 20% თქვათ სინჯებს შორის სხვაობა. 20-30% გააჩნია კიდევ ერთხელ. და ხედავთ რომ უხვად არის გამოყენებული თვლები, ქვები. აქცენტია თვლებზე. თვლებზე როგორც არის ბუნებრივ თვლებზე, ძოწი, პერიდოტი, ამეთვისტო. ნახევრად ძვირფას თვლებზე. იმიტომ რომ ცხადია ხა ამ კრიზისში მოთხოვნა თქვა ბრილიანტზე ან ლალზე და ასე შემდეგ ნაკლები იქნება. რა არის ვინ არის მომწოდებელი ამ ქვების? ეს ადგილობრივია თუ თქვა იმპორტული? ქვების იმპორტი ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან, ინდოეთი, ტაილანდი, აზიიდან. ანუ იქ სადაც ეს ინდუსტრია აწყობილია. თუმცა ჩვენთანაც საქართველოში არის უამრავი ქვა და იმედია თუ კი ეს განვითარდება და გიპასუხებთ თქვა ბაზარი, თქვენს იქნება თუ არა საინტერესო თქვა ადგილობრივი ქვები რომ გამოიყენოთ.
თავისთავად საინტერესო იქნება თუ ხარისხობრივად იქ სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესები ამ ქვების წარმოებაში მიაღწევს იმ დონეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება სამკაულში, მაღალი კლასის სამკაულში და ხარისხობრივად მაღალი დონის სამკაულში თავისთავად ჩვენ და კოლექციაში მე ვერ დავინახე, შეიძლება უბრალოდ ვერ დავინახე, მამაკაცისთვის განკუთვნილი სამკაულები არ აქვს ამ ეტაპზე. ეს ახალი კოლექცია განკუთვნილია ქალბატონებისთვის. ჩვენ გვაქვს სერიები, ცალკე კოლექციები მამაკაცებისთვის, სამაჯურები. თუმცა ამ ახალ კოლექციაში ეს არ არის. ეს კონკრეტულად ორიენტირებულია. კეთილი. ანუ თქვენ მიშევთ თუ მამაკაცს სურვილი აქვს ქალს უყიდოს, არა? კეთილი, დიდი მადლობა, თუმცა